დღეს პატარების სამეფოში ნამდვილი ვარსკვლავ ცვენა. ძალიან გთხოვთ მივესალმოთ. ჩვენი სტუმრები არიან მომღერლები ალექსანდრე ბერძენიშვილი, მარიამ გილაური, საბა ბრეგვაძე, მარიამ გვეხიძე და ნიცა ჩიხრაძე. ძალიან კი მერიდება რომ მკითხოთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, რომელი ხართ? მე ალექსანდრე. ალექსანდრე. მარიამ გვეხიძე. მარიამი. საბა. ნიცა. მარიამი. კი ბატონო. ესე იგი, აქამდე არ ვიცოდი ვიღაცას რო ეკითხა რომ 5 საუკეთესო მომღერალი ჩამომითვალეო საქართველოშიო, ვერ ვეტყოდი და აწი ვიცი რომ 5 საუკეთესო მომღერალი საქართველოში არის ალექსანდრე, მარიამი, საბა, მარიამი და ნიცა. სწორია? რამდენი წლისები ხართ მითხარ? მე 9. 8. 5. მე 6. მე 5. შესანიშნავი, დავიმახსოვრე ნიცა, რომ შენ 5 წლის ხარ, ეს ცალკე გამოსაყოფი ამბავი არის. ყველაზე უმცროსი ნიცა გამოდის დაუკრათ ტაში მაშინ. კარგი, ეხლა მითხარით, სად გაიცანით ერთმანეთი? სტუდია ინტროში. სტუდია ინტროში გაიცანით ერთმანეთი? კი ბატონო, იქ რამდენი ხანია დადიხართ? ზუსტად არ ვიცი მე. შესანიშნავი, ზუსტად არიციან, მე მეგონა დაბადებიდან სტუდია ინტროში დადიან, ესე გამოდის. ძალიანაც კარგი რომ დადიან. აი, რო დადიხართ ეხა იმ ინტროში, დავდივართ, რა საკეთებთ იმ ინტროში მომიყევით ერთ? აი, ესე უბრალოდ მიდიხარ და მღერით? გამღერება გაქვთ ხოლმე? დიახ. ო, კაი, მართლა გამღერება. ეგ არის გაკვეთილი. აბა, როგორია გამღერება მასე რას? აბა, როგორ აკეთებთ ხოლმე გამღერებას? ერთხელაც? ავიდან კიდეც ნახევარი ტონით აპლოდისმენტები ნამდვილად გამღერებით იწყებენ. კარგი. ეხლა მითხარი, სიმღერაზე თქვენ გადაწყვეტეთ, რომ წასულიყავით თუ მე გადავწყვეტეთ. ჩვენ გადავწყვეტეთ. გადაწყვეტეთ? აბა. ჩვენ გადავწყვეტეთ. ნიცამ რა გადაწყვეტა? კარგი. და მარიამმა რა გადაწყვეტა? მე გადავწყვიტე რომ მისული ვიქნებოდი სიმღერაზე. იმიტომ რომ ძალიან გიყვარდა სიმღერა თავიდანვე? სახლში თქვენთან მღეროდნენ და იმიტომ გადაწყვეტეთ სიმღერაზე. თუ უბრალოდ თქვენ გინდოდათ სიმღერა? მე მინდოდა და სახლშიც მღერი რა. ჩვენ ბებოარი მომღერალი რა. ანა ბაჯიაშვილი. კი ბატონო, თქვენთან ჩემი დედას ბებო იყო მომღერალი და ბაბუაც მომღერალი ყავდა. გასაგებია, თქვენთან როგორი ამბავი არის? მღეროდნენ თუ არა? თუ ისე თქვენ დაიწყეთ სიმღერა? მე მინდოდა. უბრალოდ უნდოდა. კი ბატონო. თქვენთან მღეროდნენ ვინმე სახლში? მღეროდა? მე ძმა და მყავს. მღერის ძმა? ხო. მარიამის ძმა მღერის. ერთხელ ჩემი ბებო აქ რო იყო, ამღერიდი რაღაცებს. ამღერებდი? მასწავლიდი. შენ ასწავლიდი ბებოს? სიმღერას კაცო? მეც მასწავლე რა სიმღერა, იქნება გამომივიდეს რა. დავიმღერ. რა სიმღერას მასწავლე, მითხარ და ვისწავლე. იქნება ვისწავლო, რა იცი. რო გამომივიდეს. მიმიღებთ თქვენთან რო ვიმღერო? დიახ. სანამ დიახ. გამომივა? დიახ. მამღერებთ რამე რო იყოს თქვენთან ერთად, მიმიღებთ? აი რა საყვარლები არის, მიმიღებთ. იქნება მომღერალი გამოვიდე რა. კი, გამოხარ. თქვენ ვინ გინდათ რომ გამოხვიდეთ, სხვა შორის ძალიან საინტერესოა. მოდი დავიწყოთ. მე ბიზნესმენი. ბიზნესმენი, მომღერალი ბიზნესმენი, შესანიშნავი ესე დაითვლეს ბოლოს. აშუნა. თქვენ ბოდიცემულო? ბანკის ბოსი მინდა და ფეხბურთელი. რა გინდა? ბანკის ბოსი და ფეხბურთელი. ბანკის ბოსი და ფეხბურთელი. მოიცა კაცო, ეს ძალიან უცნაური. აი, ბანკის ბოსი ახლოს ხეთხართ თქვენ, ანუ აქაც მივხვდება. ფეხბურთის შენს გიყვარს ფეხბურთი? არა, მას არ უყვარს. ფეხბურთი რატო გიყვარს? გოგოებს სახალისო და ჯანმრთელობა არა. სახალისო ნამდვილად არის, ვინც უყურებს იმისთვის და ვინც თამაშობს ალბათ იმისთვისაც ეხლა თუ კარგად მე ვუყურებ და ვთამაშობ კიდევაც. ფეხბურთს თამაშობ? რა მაგარია, გოგონებს ფეხბურთი ძირითადად არ უყვართ ხოლმე. სხვა სპორტის სახეობებით არიან და ყოჭაღ აპლოდისმენტები. თქვენ მინდა გამოხვიდეთ? მე ჯერ არ გადავწყვეტ. მე მოცურვალე მინდა. მოცურვალე? მოცურვალე იქნება ნიცამ. მარიამ, შენ ვინ უნდა გამოყვიდე? მაგრამ არ დავდივარ. მე რა? მე უნდა გამოვიდე პრინცესა.
პრინცესა, გამოსული ხარ უკვე. რა გამოსვლაუდა, ესეთი ლამაზი რო ხარ, მამა, რატო უკვე პრინცესა ხარ. სკოლაში დადიხარ, ვინ დადის სკოლაში, ვინ დადის ბაღში. მოიცა, ჯერ სკოლა. მე ბაღში დავდივარ. შენ ბაღში დადიხარ, დანარჩენები სკოლაში ხართ, ხო? კი ბატონო. დღეს რა უნდა მიმღეროთ? ვარსკვლავები და ცისარტყელი. ვაიმე, როგორი კარგი საუბარი. ვარსკვლავებმა უნდა გვიმღერონ, ვარსკვლავები პატივცემულებო. მოიცა, ხუთივე ერთად უნდა იმღეროთ? არა, კიდე ყავს. კიდე ყავს? 55 ბავშვი. რამდენი ყავთ? 55 ბავშვი. ვაიმე, დედა, სად არიან? აქ არიან? დედა, რამდენი ვართ, რა მაგარია. დედა, კაცო, იმიტომ არის რომ გადაბწყინებულია აქაურობა, რამდენი ვარსკვლავი ყოლია, კაცო. ტაში გვინდა, სულ ვარსკვლავები ვართ აქ შეკრებილები. ყოჩაღები ხარ ძალიან. ეხლა მითხარით ამ სტუდიაში რო დადიხართ, ვიღაცა ხო გასწავლეთ ამ სიმღერას და ვინ არის თქვენი პედაგოგი? თინათინი და სოფო. თინათინი და სოფო მასწავლებლები. აპლოდისმენტები აქ ხო არ არიან თინათინი და სოფო? აქ არიან. აბა სადა რომლები არიან თინათინი და სოფო? ეს ორი ქალბატონი არის თქვენი პედაგოგი? შესანიშნავია ერთად. ერთად ხედან, კი. მოგესალმებით და სიმღერისთვის დრო როგორ გრჩებათ? 55 ბავშვის სიის ამოკითხვას მარტო ნახევარი დღე დაჭირდება და როგორ მიმდინარეობს თქვენი რეპეტიციები? ასწრებ? ვასწრებთ ყველაფერს, ცელქობასაც, მეგობრობასაც, სიმღერასაც, ხანდახან ცეკვასაც. ხო, ბავშვები? კი ბატონო, შესანიშნავი ამბავი ეს. მოკლედ, აი ესეთი მაგრები რო ხართ, ეხლა თქვენ საჩუქრები გეკუთვნით. და საჩუქრები ჯადოსნური ყუთიდან გეკუთვნით 3 2 1 ავხადეთ. ჰოპ და თითო საჩუქარი ამოირჩიეთ ყველა. კი ბატონო, ერთი ამოირჩა. კარგია. ამე ჯუჯა მინდა. ჯუჯა გინდა, კი ბატონო, აი ეს. მე იუნიკორნი. მე ჯუჯა. კი ბატონო, ავარჩიეთ საჩუქრები? კი. აბა დავხუროთ მაშინ ბოდიში. აი. მაგრამ ეხლა ეს საჩუქრები, მარტო ეს საჩუქრები, მე მგონი არა, კიდევ სხვა საჩუქრები გჭირდებათ თქვენ. ამისათვის ახლა მოგაწვდით, აი ასეთ ჩანთას, რომელშიც არის ძალიან საინტერესო რაღაცეები. ეს არის ბურთები არის ჩვენი ქართველი ფეხბურთელების ხელმოწერებით, ეს შენ, ეს ბურთი შენ შესაბამისად. მოკლედ, ეს დანარჩენი ზურგჩანთები თქვენ 1 2 3 მიეცი იქით გადაინაწილე. ეს არის საჩუქრები ანდანასგან, აპლოდისმენტები ანდანას. ქართული ზურგჩანთების წარმოებელი ბრენდი გახლავთ პატივცემულებო, მაგრამ საჩუქრები ამითი არ მთავრდება, ხალხო. ჩვენთან მოემართება ფაგიო. ყველას გეკნებათ ეგენი, აუცილებლად მაგაში ალაგია სათამაშოებიც არის და რაც ყველაზე მთავარი არის ფაგების ნაკრები, იმისთვის რომ გაციება და ინფექცია არ მოგეკაროთ არასდროს. დედამ იცის ფაგიო. ახლა კი ლოკომოკოს გონი. აი ეს აქ ერთი ცალია, მაგრამ ყველას გექნებათ სათითაოდ ასეთი, ხო გჯერათ ჩემი? კი ბატონო. ესე იგი, ახლა რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ გამოვაცხადოთ, რომ თქვენს წინაშე წარდგება სტუდია ინტრო. I'm
ბრავო! უხარე აპლოდისმენტები! როგორი ყოჩაღები ხართ სუყველანი? უნდა შეგახსენოთ, რომ პატარების სამეფო სტუმარი გახდათ ინტრო!